ერთი პატარა ვიდეო მინდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს ვიდეო, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენოთ ამ წინა საახალწლოდ. ლევანიზეა? არა, ვიძინაზე და გიგაზეა რა. ვიძინა და გიგა. ერთად სანამ ჩართავს გინდა მაგარი რამე მოგიყვნა. ხო. მე აბანო დუბანში. ვიძინა წასასვლელი იყო სადაც გაიგე და ნასკები მომიტანეონ უგესოს უთხრა და უგესამ თქვა რომ გავრეცხეო და ჩამივარდაო ქვევი. ხო. ნასკები ქვევით ჩამივარდაო. ხოდა ჩაგივარდა და ამოიტანეო რა. ჩავიდა უგეშა და რა სასწაული უბანიაო ბიძინაო. ცალი ნასკი წაიღესო და ცალი დევსო მარტო და ვინ წაიღებდა ახლა იგივე გიგა ლორდ ქიფანი ხის ამბავ ხო გიგამ გამოიერა და წაიღო ცალი უნდა და გიგას ვის ეკითხება აზე ხარის ვინ წაიღებდა ბიზინა რა იცის ახლა სახლის ნასკი მიწაიღო იქ მიწაიღებდა მაგარია კაი გავუშვათ ეს მაგარი ფრაგმენტი რა ძალიან გთხოვ და გავიხსენოთ ეს ორიგინიოსი რა აბა მაგარი ხალხი სულ რა გემართება სულ რა მოგივიდა გონი გადავაყიდავ ეს ახლოს რა მოვა მე მისეს Chama com esse moreno. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შეიქმნას მუსიკალური ნაწარმოებები. მუსიკალური ნაწარმოებები, იმიტომ რომ თავარი თემა, თავარი და ეს არის უბედურება, რომ შენ არ აკეთებ ჩვენთვის ჩვენ თეატრისათვის ერთ კარგ მუსიკალურ ნაწარმოებებს, იმიტომ რომ იმდენად გაჭირდა ქართული სიმღერაში, იმდენად გაჭირდა ნამდვილი ქართული სიმღერა, შენზე კარგად მოგეხსენება, რომ წავიდა ჩვენგან ტუხან გერესელიძე, წავიდა რეზო ლაღიძე, წავიდა გოგი ცაბაძე, ბოლო დარტყმა ჩვენი ასე თქვათ, ამბავი და სიმღერის დამწერი თორაძე გუგული წავიდა ჩვენგან და ესე იგი ნამდვილი ქართული სიმღერის დამწერი თითოეულა კაცი დარჩენდა. თქვენს თუ ამაში არ ამოგვიდეგეთ მხარში და თუ არ შევავსეთ ის რაღაც საოცარი სიცარიელი რომელიც გაჩნდა ქართულ სიმღერაში ეს შეუძლებელი ამბავია. დიდი სიამოვნებით ეს მოხდება ალბათ მე დაპირებული. და არა თუ მარტო სპექტაკლი, ჩვენ ფილმს უნდა გავაკეთოთ, მუსიკალური ფილმს.